ზესდამ ბრწყინვალისა და პატიოსნისა, ყოველთა შემოქმედისა, ყოვლად გამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა, შენ ხარ ერის თავი, დიდებულო გაბრიელ და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმინდაო, აცთა დაუცხრომელად ევედრე მას, ხსნად ჩვენ და ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რათა გიღაღადებდეთ, გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო. დღეს, ახალი სტილით 8 აპრილს, წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს წმინდა მთავარანგელოს გაბრიელის კრებას და მოიხსენიებს. წმინდა მღვდელმოწამე ირინეოს, სირმიელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს ბათუს, ვერკი ხუცეს, არპილე მონაზონს, აბიბოს, აგნის, რეასეს, აგათრაქსის, ისკოის, შილას, სიგიცეს, სონირილეს, ასევე წმინდა მოწამე დედებს ანას, ალას, ლარისას, გაათას, გუთელ დედოფალს და დუკლიდას, ღირს მალქოს ასურს. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოირჩია, რათა ყოვლა წმინდა ქალწულისა და მთელი სამყაროსთვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება. სწორედ ამიტომ ხარების დღესასწაულის მომდევნო დღეს მართლმადიდებელი ეკლესია განადიდებს და თაყვანს წმინდა მთავარანგელოს გაბრიელს, რომელმაც მოსე წინასწარმეტყველს შესაქმის დაწერა შთააგონა. დანიელ წინასწარმეტყველს კი ამცნო ებრაელი ერის მომავალი. იგი ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლა წმინდა ქალწულის შობას. მოუშორებლად ახლდა ქალწულ მარიამს იერუსალიმის ტაძარში. მღვდელმთავარ ზაქარიასაც მთავარანგელოზი გაბრიელი ეჩვენა და უწინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა. ღმერთმა გაბრიელი გაგზავნა იოსებ დამწინდველთან, რათა ეუწყებინა მისთვის ყოვლადწმინდა მარიამისგან მაცხოვრის განხორციელება. მანვე გააფრთხილა მოხუცი, ჰეროდემ ზაკრულად რომ გეგმავდა ყრმების ამოხოცვას და უბრძანა. ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვარსა და ღვთისმშობელთან ერთად. როდესაც იესო ქრისტე გეთსიმანის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა მთავარანგელოზი გაბრიელი გაგზავნა მის განსამტკიცებლად. მენელსაცხებლე დედებმა სწორედ ის იხილეს უფლის საფლავთა მჯდომარე და მისგან გაიგეს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. დღეს არის ხსენება წმინდა მალქოს ასურისა, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი მისი მშობლების ერთადერთი ვაჟი გახლდათ, ამიტომაც მათ შვილის დაქორწინება სურდათ. მაგრამ მალქოსი სახლიდან წავიდა და ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. მამის სიკვდილის შემდეგ მან დედის მონახულება გადაწყვიტა. მონასტრის იღუმენმა მორჩილს კურთხევა არ მისცა. მალქოსი არ დაემორჩილა წინამძღვარს და ანტიოქიაში მიმავალ მოგზაურთა ჯგუფს შეუერთდა. გზაში მათ სარკინოზები დაესხნენ თავს, შეიპყრეს და მონებად წაიყვანეს. ბატონმა ბერი მალქოსი აიძულა ერთ-ერთ მონაქალზე დაქორწინებულიყო. თუმცა მალქოსმა მეუღლესთან შეთანხმებით უბიწოება შეინარჩუნა და მასთან ერთად გაიქცა ტყვეობიდან. ბატონისგან დევნილი ლტოლვილები ლომის ბუნაგში დაიმალნენ. ლომმა მდევარი დაგლიჯა, წმინდა ბერსა და მის მეუღლეს კი არ გაჰკარებია. მალქოსმა ქალი დედათა მონასტერში დატოვა, თვითონ კი თავის სავანეში დაბრუნდა. მას იღუმენი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამის შემდეგ უფლის რჩეულს მონასტერი არ დაუტოვებია და იქვე მიიცვალა მშვიდობით. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.